ხო, პირველ რიგში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ჩვენც აი ხა ნახევარსაათში შევხედრა გვეწყება ევროპარლამენტის დელეგაციასთან და რა თქმა უნდა გავაცნობთ ყველა იმ დღეისთვის არსებულ ჩვენ ხელთ არსებულ იქნებათ ადამიანის უფლებების დარღვევის, ტანჯვის, წამების ყველანაირ ფაქტებს და ამასთანავე ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ის არაღიარების და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების არალეგიტიმურობის საკითხის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეულ ჩვენთაგანისთვის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მუშაობენ ამ თემებზე, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდეს და გაფართოვდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოგეხსენებათ, რომ უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა კანადამ დააწესეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი რუსული ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ და ყველა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ჩართული არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაში. ამიტომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდება და დაწყებულია. დღეს გქონდა პრესკონფერენცია ქართულ სამთავრობო ორგანიზაციებს და იქაც გავაცანით ის საერთაშორისო გამოხმაურებები და საერთაშორისო ასე ვთქვათ რეაქცია იმ ყველაფერზე, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და უახლესი ცნობებით კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იმისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას შეუწყდება ასე ვთქვათ უფლებამოსილება. ამასთანავე დაგეგმილ გასულ კვირას მაგალითად გახდათ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა, სადაც ქართული დელეგაციის წევრები არ დაუშვეს და მათ გაუუქმეს ვიზები და არც მისცეს, რომ ამ შეხვედრას დასწრებოდნენ. უახლოეს მომავალში ისევ იანვარში იგეგმებოდა მაგალითად პოლონეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ასევე მოლაპარაკებების, ანუ კანდიდატი ქვეყნის წევრების ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების უმაღლესი დონის შეხვედრა, სადაც აქაც ქართული დელეგაციის ვიზიტი გაუქმებული არის. ეს პროცესი გაგრძელდება, მათი არაღიარების, ასე ვთქვათ, და ის, რომ ისინი არაკონსტიტუციური და არალეგიტიმურები არიან, მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი. ამიტომ თითოეული ის ნაბიჯი, რომელსაც დღეს ქართული ეგრეთ წოდებული ბიძინა ივანიშვილის რუსული კოშმარი დგამს, არის არალეგიტიმური, არაკანონიერი და ამას არავინ არ აღიარებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შიგნით ბრძოლის გაგრძელება, იმიტომ რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს, უბრალოდ თანხვედრა ამ ასე ვთქვათ და თანამშრომლობა და ერთად მუშაობა ქართველი ხალხისა თავის საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს. რაც გახლავთ დაუყოვნებლივ გათავისუფლება პოლიტპატიმრებისა და ახალი არჩევნების დანიშვნა. ნინო, ვიცი რომ გეჩქარება, ერთი კითხვა მინდა რომ მოვასწრო, იმიტომ რომ ამ შეხვედრის მონაწილე იქნებით თქვენც ევროდეპუტატებთან, აი თქვენი საუბრის პარალელურად მაყურებელი ხედავს კადრში ევროდეპუტატების შემადგენლობას, მორჩა შეხვედრა პრეზიდენტთან და მათ გააკეთეს კომენტარი ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცხადია, ჩვენ ამასაც შევთავაზებთ მაყურებელს. ბოლო კითხვა, ოპოზიციის განცხადება გავრცელდა ცოტა ხნის წინ, ნინო, სადაც არის საუბარი და მოლოდინი არის გამოთქმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქმედითი და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამ საკითხს, მუდმივადაც საუბრობთ ამის შესახებ, მაგრამ აი რა შეიძლება იყოს ეს აი ამ დღეებში კონკრეტულად სხვადასხვა ლაგოდინსკის ლაპარაკობდა ერთ-ერთი ევროდეპუტატი, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ ზეწოლა მოხდეს ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ დამატებით და შემდეგ დაგემშვიდობები. მოგეხსენებათ, დიახ. კი ბატონო, ორშაბათს მოგეხსენებათ არის ჩანიშნული ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების, ასე ვთქვათ, მინისტერიალი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქმედითი ნაბიჯები იქნება ეს სავიზო რეჟიმის, ასე ვთქვათ, გაუქმება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან და ბიძინა ივანიშვილის, რა თქვია, ხელმძღვანელობით ამ ყველაფერში, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს იქნება ქმედითი დახმარება იმ, ასე ვთქვათ, რესურსების და მათი იმ არეალის შესავიწროებლად და შესასუსტებლად იმისთვის, რომ ნაკლები ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს კომბინაცია ყველა ამ ქმედებებისა შინ თუ გარეთ ერთობლივად აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე და ჩვენი ქვეყნის
დასაბრუნებლად კიდევ ერთი ცხადი ნაბიჯი იქნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იმიტომ რომ ჩვენ სხვა არჩევანი და სხვა გამოსავალი არ აქვს. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ თავისუფლებაზე გადის და ამაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არ ამგონია ვინმეს გააჩნდეს ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა ნინო, დაგემშვიდობები. ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი.